ჩვენი სოფელი ბოსტნეულით არის ცნობილი. ჩვენი კოოპერატივი 1993 წელს შეიქმნა. 28 წევრმა დავაფუძნეთ და დღეს ჩვენს კოოპერატივში 100 წევრი ვართ გაერთიანებული. გარდა ამისა, 150-მდე ფერმერთან თანამშრომლობთ. ბოსტნეულის გასაღება 70%-ით გავზარდეთ, რაც ბაზარზე ერთობლივი პოზიციონირებით მოახერხეთ. წელიწადში ორჯერ კოოპერატივის ყველა წევრი ერთობლივ კრებაზე ვიღებთ ბიზნესისთვის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს. ვაჭრობთ ბირჟაზეც და აგრარულ ბაზარშიც. კოოპერატივი ერთობლივად წარადგენს პროდუქციას გადამამუშავებელ ქარხნებშიც. დამოუკიდებელი ფერმების წარმოების მოცულობა მცირეა. კოოპერატივს კი მეტი შესაძლებლობები გვაქვს და უკეთეს პირობებსაც ვიღებთ მომწოდებლებისგან. გაყიდვითაც უფრო ადულად ვყიდით პროდუქციას. ჩვენმა კოოპერატივმა 2004 წელს სახელმწიფო დახმარება მიიღო, რომლის 70% 5-წლიანი უპროცენტო კრედიტი იყო, ხოლო 30% გრანტი, რითაც სასოფლო სამეურნეო ტექნიკა შევიძინეთ. მერე დაგჭირდა სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობა და დონორი ორგანიზაცია შეგვკვირდა, თუ საჭირო ინვესტიციის ნახევარს შევაგროვებდით, მეორე ნახევარს გრანტის სახით მოგცემდნენ. კოოპერატივის 54 წევრიდან 32-მა თითოეულმა 520 евро შემოიტანა საერთო საქმეში და დანარჩენი მუნიციპალიტეტმა მოგვცა. და ასე შევაგროვეთ თანხის ნაწილი. დონორმა კი ნახევარი დაგვიმატა. ასე ერთობლივად სასაწყობო და სამაცივრე მეურნეობაც გავაკეთეთ და პროდუქციაც ბაზარზე მაშინ გავგვაქვს, როცა ფასი საუკეთესოა. გასულ წელს 220 მილიონი დინარის შემოსავალი მივიღეთ, საიდანაც 70% კოოპერატივის წევრებზე გადანაწილდა. ჩვენ კოოპერატივის წევრები ვართ და 2000 კვადრატულ მეტრიანი სათბურით დავიწყეთ ჩვენი ბიზნესი. ახლა 3 ჰექტარი გვაქვს. თავარი დახმარება, რაც მივიღეთ კოოპერატივის წევრობიდან, ის იყო, რომ კოოპერატივმა ეს ადგილი გააძლიერა და რაიონში სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ცენტრი გახადა. შესაბამისად, დისტრიბუტორი თუ მომხმარებელი პირდაპირ აქ მოდის და ადგილზე ყიდულობს პროდუქციას. ხშირად ისინი ფასსაც აღარ კითხულობენ. უკვე ისეთი მოთხოვნადია ჩვენი პროდუქცია. კოოპერატივმა ამას მიაღწია და ახლა ჩვენ მისი წევრები უკვე დამოუკიდებლადაც ძლიერი ფერმერები ვართ. თუმცა კოოპერატივი ჯერ კიდევ ეხმარება მცირე ფერმერებს. Georgia have to see what to do with the small-scale farmers who are not just producing for the market, where the high level of their production goes for the self-consumption, to try to organize them into the cooperatives. One of the key problems in developing cooperatives in former Soviet Republic is that there is no positive sign about that. There is a legacy of bad experience. And then we are coming to the key word in setting up the cooperative, and that's communication. Communication from the ministry and agency side to the farmers, then communications among the farmers in the cooperatives, then communication between your partners, either that's on the input supply side or on the marketing side. And that's, I think, that is missing in Georgia. Generally, communication from the all partners who are involved in the supply chain. And I honestly see that ministry and agency have to improve that. I believe that Georgia, as well as Serbia, has great potential in agriculture. And the policy which is being developed, I think it's going in a good direction. Georgian government and Georgian people have to define what are the biggest problem at the moment, like a land market, like a credit market, like a food safety system, like registers, and concentrate to solve Georgian problems and not to just copy-paste the policies from Serbia or from the EU. The biggest success was when farmers get together, when they had the cooperative. Government provided half of the money for investments. For example, for the ULO storages for apples, they get half of the money, which was at that time was 500,000 euros. And they sold their apples from one place. It created a good benefit for them, but it also created a good benefit because Serbia became a net exporter of apples. Before that time, we were importer of the apples. We are exporting over 2 billion euros of agricultural products. We are exporting 1 billion more than we are importing agricultural products, and that situation changed in last 10 years. კოოპერატივი 10 წლის წინათ დავაარსეთ და 15 წევრი ვართ გაერთიანებული ვაშლი მოყავს.
ბაზარზე ჩვენი პოზიციების გასაუმჯობესებლად 700,000 ევროს ინვესტიცია განვახორციელებთ. ამ თანხის 32% სახელმწიფოსგან გრანტის სახით მივიღებთ, დანარჩენი კი ბანკის კრედიტია. მაცივარში 700 ტონის დასაწყობება შეგვიძლია. საჭიროების შემთხვევაში კი წარმოებას 2000 ტონამდეც გავზრდით. პროდუქციას ვინახავთ და მერე მთელი წლის განმავლობაში რუსეთში გაგვაქვს ექსპორტზე. წელს რუსეთში 2000 ტონა ვაშლი გავიტანეთ, ამჟამად 150 მილიონი მიწას ვფლობთ, თუმცა უახლოეს ხანში გაფართოებას და ხილის გადამამუშავებელი საწარმოს ამოქმედებას ვგრძნობთ. სერბეთი ტრადიციულად ღვინის ქვეყანა არ არის, თუმცა მიუხედავად ამისა სახელმწიფომ 7-8 წლის განმავლობაში დიდი როლი შეასრულა ახალი ვენახების გაშენებაში. სუბსიდირებით აძლევდა გლეხს იმ თანხას, რაც ვენახის მოვლა პატრონობისთვის იყო საჭირო. 10-15,000 евро ცოტა არ არის და გლეხებმა, რომლებმაც მიწა ჰქონდათ, ვენახების გაშენება დაიწყეს. ახლა სახელმწიფოს ფული აღარ აქვს და ეს სუბსიდირებაც შეწყვიტა. ჩვენ ახალი ინექცია გვჭირდება, განსაკუთრებით მარკეტინგში გვინდა მოხმარება, რომ ტურისტულ რუკაზე გავპეარდეთ, იმიტომ რომ უცხოელი მარიციან სერბული ღვინო. თუ სახელმწიფო ამაში დაგვეხმარება, ჩვენ უფრო მეტი ღვინის გაყიდვა შევძლებთ პრემიუმ საფასო სეგმენტში.